დაიქცა სახლი სადავითო. ეს 215 წლის წინ მოხდა, კრწანისის ველზე. სამი იმპერიის მსხვერპლი ქართლ-კახეთი და მისი სასატახტო ქალაქი თბილისი აღა მაჰმად-ხან ყაჯარის ლაშქრის პირისპირ მარტო აღმოჩნდა. 74 წლის ერეკლე მეორე დამარცხდა. თუმცაღა იგი ფრიად მოხუცებულ, გარდნა ომშიგან საქციელი მიისი იყო მრავალთა ჭაბუკთა სანატრელ. სამხრეთელი ლომისგან დაფლეთილ ქვეყანას ჩრდილოელი დათვი დაეპატრონა. მას შემდეგ ქართველობა ამ სისხლითა და თავგანწირვით ნიშნეულ თარიღს გულში ინახავს და ჟამთა შესაბამისად კრწანისობას აღნიშნავს. წელს ამ დღის მოსაგონარი უფერული იყო. კრწანისის დამარცხება დიდგორის, შამქორისა თუ ბასიანის ძლევებზე ნაკლებად მნიშვნელოვანი რომ არ გახლავთ, ეს ყველა ქართველმა იცის. ჩვენ კი ერთი ეპიზოდი გავიხსენოთ. კვლავად მოიქცა თბილის კაცი ვინმე მაჩაბლად წოდებული. დაეპყრა ხელთ ბარბითი, ანუ დაირა, და უკრავდა მას ზედა შადიანსა, ხინსაშიგან რომ უკრავენ, დაახლდნენ მას კაცნი მუტრივნი და მსახიობნი. სრულად შეაკვდა მტერს სასცენო სამოსში გამოწყობილი სასახლის მსახიობთა დასი თბილისის გალავანთან. იქვეა დასაფლავებული ქალაქის კარიბჭესთან და დღესაც გვიცავს იმ იარაღით, რომელიც მათ კაცობას ეკადრებოდა. ამ იარაღს პატიოსნება ეწოდება. ჩვენს მამა-პაპად უნამუსობა არ უქნიათ, ხო და ჩვენ იმათი შვილები ვართ. კრწანისის ბრძოლის გმირის, არტილერიის უფროსის, გურამიშვილის ამ სიტყვებით ვიხემძღვანელოთ და მივანიჭოთ თბილისის რომელიმე თეატრს მაჩაბლის სახელი. ნებისმიერი ერი, შემოქმედთა, გმირობის ასეთი უპრეცედენტო მაგალითი რომ გააჩნდეს, დიდი ხანია გააკეთებდა ამას. კარგი იქნება თუ თბილისობის დროს ამ წერილს მაჩაბლის ამქრის დღევანდელი წარმომადგენელი საჯაროდ წაიკითხავს. არ მეეჭვება საზოგადოების რეაქცია ისეთივე იქნება, როგორც მომავალში, გმირი ქალაქელის სახელობის თეატრის გახსნის დროს. თეატრისა, რომლის რეპერტუარი აუცილებლად იქნება ორ გულთა მათთა დამწველად, ერთ გულთა გასახარებლად. ალექსანდრე ჟღენტი, კინორეჟისორი.